აში მოხდა რომ ისინი ყურადღებას აქცევენ ვისთან სად მოდიან როგორ გაცვია როგორ საუბრობ ბატონო ჩემო მაგრამ ისევ იქ მივდივართ რა სელექციას ვინ გააკეთებს მე ვინ ასწავლის თუ იგივე მიმუშავაო ხო ოღონდ ეს კლუბის სახელით ავარჯიშოს ბავშვი აკადემიის სახელს ისწავლა რაც იცის და ეს დისციპლინა სადაც არის და სადაც ისწავლება იქ უნდა ჩავერთოთ რა იმიტომ რომ გამარჯობა დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი ეძღვნება განვლილი ეპიზოდების კითხვებს მათ განხილვას რაც აქამდე ქონია ხოლმე სანამ თვითონ ამაზე დავიწყებდეთ საუბარს მინდა ერთი თხოვნა გავაჟღერო ჩემი პირადი არქივი რომელიც დაახლოებით 500 VHS კასეტებზე არის მოთავსებული საჭიროა მისი გაციფრულება სამწუხაროდ რაც შეგვეძლო გავაკეთეთ ვინმეს თუ შეუძლია დაგვეხმაროს ამ საკითხში ძალიან კარგი იქნება მოგწერეთ დაგვიკავშირდით ჩვენი საკონტაქტო ინფორმაცია YouTube-ზეც არის შეგიძლიათ შეტყობინებაში მოგწეროთ ან Facebook-ს კიდევ ერთი საკითხი ვისაც სურვილი გაქვთ აი აქ მითითებულ ანგარიშზე ჩვენი არხის ხარისხის გასაუმჯობესებლად შეგიძლიათ გაიღოთ დონაცია. წინასწარ მადლობას გიხდით. ეხლა კი გავაგრძელოთ ჩვენი პოდკასტის თემა. პირველ რიგში მოდი ვნახოთ მიშა რა კითხვებია დასმული და ჩვენ შეძლებს დაგვარად ჩვენად ინფორმაცია და გავცეთ მაგაზე პასუხი. აი აქ ჩვენ ყურადღებით ვათვალიერებთ კომენტარებს და მადლობა მინდა უთხრა ყველას ვინც მონაწილეობს მაგაში და არის კითხვები რომელიც მე ამოვწერე ეს კითხვები. Ამოდენიმე ესეთი კითხვა არის და ჩვენ შევეცდებით რომ ამ კითხვებზე პასუხი გავცეთ. კითხვები ყველა ეპიზოდს აქვს თავისი რაღაც გარკვეული კითხვები და ჯამში ყველა კითხვა ამოვიღეთ და აი შევეცდებით ეხლა ამაზე ვილაპარაკოთ. პირველი რითაც მინდა დავიწყო რა ესე იგი გიორგი ამისულაშვილი აი ესეთი კარგი ადამიანი რომელიც გვიყურებს და აწუხებს ის ამბავი რომ გაქრა აბრაგანი სერგო შენ მინდა გთხოვო რომ ამას გასცე პასუხი ხო სამწუხაროდ YouTube-მა დაგვიბლოკა არხი არ ვიცი ახლა რეპორტები შემოვიდა თუ როგორ მოკეთ ვარკვევთ ამ იმას მივწერეთ YouTube-ს ჯერჯერობით ეს რა ბოტი პასუხობს და მოკეთ ვერ გავედით ადამიანზე რომ ეს აღვადგინოთ რა იმედია მე მგონი აღდგება და უბრალოდ ალბათ ცოტა დროის საკითხია და ძალიან ცუდი რამეა ეგა იმიტომ რომ ეხლა დარეპორტება საქართველოსდან მოხდებოდა მაგას რა და ისეც არაფერს არ ამოვდით ეხლა რა თქმა უნდა რაღაც მომენტები იყო ისეთი მაგრამ კრიტიკული მაგრამ ნუ რა ხა ჩვეულებრივი ამბავი ახლა კრიტიკა თუ ვერ ავიტანეთ რა გამოვიდა ხო და ეხლა ესეთი მეთოდებით ამ არხის გაქრობა რა ვიცი ყველანაირად მიუღებელია და ხო ჩვენ მე მგონი აღვადგეთ ამ წესით არ უნდა იყოს არაფერი პრობლემა უბრალოდ დრო მიაქვს ამ როგორც მე ვიცი ახლა Facebook-იდან YouTube-იდან ვისაც ეკონიებს გავსი პრობლემა და თან მენანები ხა ამდენი ნაშრომი ამდენი რა ვიცი 100-ზე მეტი ეპიზოდია და ხა ეს სხვადასხვა გვაქვს კიდე SoundCloud-ზე დაკარგული არის SoundCloud-ზეც გვაქვს ატვირთული და ბოლო აღვადგეთ ისე ვიზამთ რომ ამას არ დავკარგავთ რა თქმა უნდა მაგრამ ეს ამდენი გამომწერი და ისა არა რა თქმა უნდა ძალიან დასანანი იქნება და ანუ მე რა მაინტერესებს ცით ხა არაკორექტული არ იყო ეხა რაღაცა ბილ სიტყვაობა და რაღაცა თუ ესე არ იყო ესეთი ხის იყო კრიტიკული კი ბატონო შეიძლება მე ახლა ვისა გუფლება ამ დროს ესე ჩაერიოს ანუ აქ ვიღაცის ინტერესია პირადად არა მაგას ვერ ვიტყვი ხა შეიძლება ვიღაცას არა ლოგიკა ხო კომენტარებშიც მინახავს რა უფრო ისეთი კომენტარები განსაკუთრებით ეხება აი ამ დოპინგის თემას და აი ბოლოს უკვე რაღაც შეიძლება რაღაც პოლიტიკასაც შევეხეთ ცოტა რაღაც მაგ თემაზე თორე ხა იყო ეგეთი ხო რაღაც ალბათ მაგაზე დაკავშირებით და ისეთი არაფერი ხა რა ვიცი ნუ ეხა დღევანდელი ინტერნეტ საყაროში ზოგადად ხა არავის არ უნდა უკვირდეს რომ რა ვიცი ყველას უჩივის და ანუ ესეც ცხოვრება დადგარა და თქვენ მუშაობთ რომ ეს კი რა თქმა უნდა და ხაი იმედია დაწვეულობა ალბათ აღვადგეთ ხო ამაზე მინდა ვთქვა რომ სხვათა შორის ეხა ერთი კომენტარი იყო ჩვენთანაც რა
მე რა თქმა უნდა ბოდის მოვხდი ჩვენ მაყურებლებს ესე ვთქვათ. მე და მიშა რაგბის მაგივრად რეგბის ხმარობთ ინტენსიურად და ნუ ეს ახლა ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება ყველანაირად ვეცდებით ეს გამოვასწოროთ რა თქმა უნდა მაგრამ ძალიან უხამსი კომენტარი ქონდა ამას ყველაფერს და ამ შემთხვევაში YouTube-მა თვითონ დაბლოკა მიშა და ერთ-ორ საათში გაქრა ეგა რა იმიტომ რომ იმის გარდა რომ იქ ეწერა რომ ამხელა ხალხი ხარ და კიდე რეგბის ამბობთ თუმცა ეს რა ის არის რა ვერ და ჩათვლის მოედანს რო ხმარობენ ის თუ ესმის რომ ის კოლაბორაციას და ხო ის როგორი სიტყვებია რა ეხლა ეგ ცოტა გავუჩემთვის ნუ არა უშავს ეგეთები ხდება კაი გავაგზავნოთ ნუ აქ არის მე მგონი არ მეშლება არის გიორგი ჯაფარიძის კომენტარი და ვიცნობ ამ ადამიანს, რომელიც ძალიან დიდი გულშემატკივარია რაგბის და გვერდში მდგომია რაგბის და მორაგბეების. მან ესეთი რამე დაწერა, რომ კარგი იქნება, რომ პარალელურად ესე დიდათან ტარდებოდეს კოლეჯების ტურნირი. და შემდეგ მოხდეს მე აგზელებს ამ აზრს, რომ მე მოხდეს თქვა იქ კოლეჯების ტურნირში გამარჯვებულის და დიდათის თქვა რაღაც აი მსგავს რაღაცას ამბობს, მაგრამ ნუ ჩვენ პრინციპში თუ მე მგონი მაყურებელი ვინც არის ესეთი მუდმივი მაყურებელი ჩვენი მას უნდა ახსოვდეს რომ ჩვენ შევეხეთ ამ თემას, ეს მოკლედ შევეხეთ, რომ საუნივერსიტეტო რაგბიზე ვილაპარაკეთ. ხო, ჩვენ თვითონ აქედან ვარ წამოსულები. ხო, ჩვენ თვითონ აქედან ვარ და დღესაც ჩვენ თვლით რომ საუნივერსიტეტო რაგბის განვითარება, ნუ თუნდაც 7-8 გუნდით რო დავიწყოთ რაღაც აი საქართველოში კაცათი რო დავიწყოთ, აი მარტივია რა. ეს ძალიან დიდი გარღვევა იქნება, აი დასაწყისი იქნება ძალიან ბევრი კარგი ამბების ქართულ რეგბში. ჩვენ ამას ვეთანხმებით, ვემხრობით ამას, მაგრამ ნუ ეს არის ჩვენი სურვილი, მაგრამ ამას ჭირდება ასე ვთქვათ ძალისხმევა უკვე უშუალოდ ქართული რაგბის მენეჯმენტის და როგორ თვითონ ხო რა თქმა უნდა ეხა ეგ რაღაცნაირად თვითონ როგორ გადაწყვეტენ ამ ამბავს იმიტომ რომ თუ გვისმენენ და გვიყურებენ და ჩვენ ვიცით რომ გვიყურებენ, ნუ ყველა თუ არა რამოდენიმე კაცი ვინც ვთქვათ ერთ-ერთ გადამწყვეტი არის ვთქვათ იმ რაგბის კავშირში და ასე ალბათ ამას გაიგონებენ და ნუ მუშაობენ. მე როგორც ვიცი ამაზე თვითონ მათი სურვილიც ემთხვევა ჩვენ სურვილს რომ ეს მოხდეს, მაგრამ ერთი არის სურვილი და მეორე არის მოხერხება რა და ნუ ადვილი არ არის. ადვილი არ არის, იმიტომ რომ ის რაც იყო დაკარგულია, ეხლა უნდა აღდგეს. ეხლა იმის არ იყოს ჩვენი 7 კაცასე არ იყოს, ნუ ეს იმდენ იქნეს რომ მოკლეს ეს 7 კაცა, კონტროლკაც ესროლეს დაადეს პირდაპირ შუბზე და ეხლა იწყება ამის ნუ რაღაც ახალი ტალღა რაღაცა, ნუ ის რაც ხდება ჯერ რა თქმა უნდა შორს არის იმისგან და ჩვენ ვთქვათ რომ ჩვენ 7 კაცა ვაქვს, მაგრამ აი ესეთი რაღაცა ხდება. ხო და ნუ აქ არის ესეთი კითხვაც არის, ვთქვათ ანდრია ხარჩილავა, რომელიც ძალიან აქტიურად გვიყურებს, გვისმენს და ნუ ის განიცდის იმას, რომ ვთქვათ აი ბათუმში ტარდება თუ არ მეცლება ეხლა ზაფხულში ახალგაზრდული თამაშებია და რატო არ არის შეყვანილი 7 კაცა, ვთქვათ ჩვენი რაგბის 7 კაცა რატო არ არის, ნუ სამწუხაროდ მზად არა ვარ ეხლა მე პირადად რომ გავცე პასუხი, იმიტომ რომ მე არ ამგონია რომ ეგ მარტო რაგბის კავშირის სურვილზე ყოფილიყო. მან რა პროცესები იყო და იყო თუ არა ვთქვათ ინიციატივა რომ 7 კაცას ჩართულიყო თუ არა, სამწუხაროდ ეხლა მზად არა ვარ, მაგრამ მაგასაც ვიკითხავთ რა და გავარკვევთ რატო რა ხდება მაგ თვალსაზრისით რა ხდება რა. ხო და ეხლა ნუ აი აქ ერთ-ერთი სახელი არა აქვს დავითი მე მგონი რატომ გვაკლია უნარები სხვები ვითარდებიან და ჩვენ ვტკეპნით ერთ ადგილს. რაღაცა მსგავსი კითხვა აქვს ბატონ ოთარ ზოიძეს. უსისტემობა მოთამაშეების მომზადებაში ხარვეზები არის ძალიან ბევრი წუნი თამაშის დროს. ეს დაახლოებით ესეთი მონათესავე, ნუ იგივე კითხვაა რა პრინციპში. ხო და
ასევე ნუ აქ არის კიდევ თქვათ ნოე მეგრელიშვილი რომელიც ძალიან აქტიურად გვიყურებს მე ვაბავ ეხლა აქ ერთი დაახლოებით ერთი ხასიათის კითხვა არის ბავშვთა მწვრთნელების დონე და ჭაბუკთა მწვრთნელების დონე მგონია რომ თავარი გამოწვევაა ქართულ რაგბიში ანუ როდესაც მომზადებას ეხება საკითხი ნუ ეხლა ჩვენ მაგაზე აქტიურად ვილაპარაკებთ ჩვენ მაგაზე გქონდა საუბრები ჩვენ სულ ვცდილობდით განვითარების ბლოკთან ყავდა ორჯერ ყავდა ჯაბა მალაღურაძე განვითარების დირექტორი ყავდა გიორგი ჭუმბურიძე ასე ვთქვათ ცენტრი რო სადაც მზადდება ჩვენი მწვრთნელები და გადიან რაღაც სერტიფიცირებას იღებენ და ასე შემდეგ და ნუ ისეთი ვთქვათ ხელჩასაჭიდი ჯერჯერობით მე სამწუხაროდ ვერაფერი ვერ დავინახე რომელიც აქ შეცვლის ვითარებას ამით შეცვლის ჯაბა მილაპარაკა ბოლოს აკადემიებზე 4 აკადემიაზე რომელიც უნდა შეიქმნას საქართველოში და თქვათ ერთი არის ლელო, ხვამლი, ქუთაისი და ბათუმი. ნუ მე სიმართლე გითხრათ ცოტა იუმორში შეიძლება, მაგრამ შემიძლია ვთქვა რატო 4 და არა ვთქვათ 7 ან 8. მაგალითად გავაკეთოთ ზუგდიდშიც 7 კაცა, ისა აკადემია უпростоრეთ. გავაკეთოთ კიდე ოზურგეთში, იქაც ხო არის რაგბი რა თქმას წინ არაფერი არ უდგას. მაგრამ როგორ მოხდება ეს ყველაფერი? ჩემთვის სიმართლე გითხრათ ცოტა ბუნდოვანი იყო. აი მე ძალიან მინდა გავერკვე კიდე რანაირი აკადემიებია, როგორ იქნება, როგორ იმუშავებს ეს აკადემია, ვინ იმუშავებს იმ აკადემიებში, რას მიექცევა ყურადღება, ეს ყველაფერი მაგრამ ნუ დრო ჭირდება ეხლა მაგას ალბათ რა ვიცი თქვენ თუ გაქვთ რამე ბატონო მიშა აკადემიებსაც შეეხება ხო ანუ აი მე მივაპარაკე საქართველოს რაგბიში ვინ საქმიანობს და პრობლემა არის რაში იცით იმ აკადემიებში იმუშავებენ ისე ვისწავლები ვინც არიან გუნდებში და ფაქტი ეს უდაოდ ფაქტი ანუ ამას ეს რად უნდა ჩანს რომ პირდაპირ აი არის პოზიციები რომელიც წლები 10 წლები შეიძლება ითქვას რომ ვერ ვდით მორაგბეებს და ფაქტია რაღაც პოზიციებზე და რაღაც სპეციალობებზე არა გვაქვს უბრალოდ კადრები არა გვაქვს ვინც ამ ბავშვებს გაზდის და ჯერ სელექციას გააკეთებს და მე სელექციას და მე წამოიყოს და შენ თუ ანუ და ამაზე იყო საუბარი რაზე იცით რომ ესეთი აზრი მომაწოდეს რომ ანუ თუ იგივე მიმუშავაო ხო ანუ კი ის იმან რაც იცის ისევ იმას გადაცემს დამშოვოს ახლა ის კლუბის სახელით ავარიჩოს ბავშვი თუ აკადემიის სახელს მისი ცოდნა ის ცოდნა რაც იცის და არ ხდებაო ისი რა ხდება იცით თო სიტყვაზე რომ თქვა აუცილებელი კი არა რაღაც სულშტატზე თქვა აი უცხოეთიდან რა თქმა უნდა საერთო თუნდაც რაღაც ერთვიან იმაზე რაღაც ჩამოვიდეს ვიღაც ერთი თვე ორი თვე და თქვა ჩაატაროს რაღაც უნარებზე კონკრეტულ უნარებზე რაც შენი პრობლემაა და აი ამაში დაიხარჯოს ფული თორე იგივე ანუ ეს ამ პრობლემას ვაწყდებით იმიტომ თუ იგივე წნელი არის იქაცო ანუ იგი ბატონო იყოს გასაგებია მე ქართულ ამ კარის ქართულსაც უნდა ისწავლოს წნელმაც მაგრამ ანუ რაღაც სხვაც უნდა იყოს თორე ისევ იგივე წნელი მე გარდა ამისა კიდე არის ცალკე პრობლემა ბევრი მომჩივანი ყავს შიდა სისტემაში და თვითონ შიდა ქართულ რაგბიში ისეთი გუნდებისგან რომელიც იმიტომ ეს გუნდები ხშირად ეს აკადემიები რომ მიება გუნდებს რა თქმა უნდა ამ გუნდებმა ამის ხარჯზე რაღაც პროცესები მიიღეს იქ დაფინანსება რომელიც რა თქმა უნდა ეგ მაგას ასწორებენ ხო ამ სისტემაში ახალ სისტემაში ეგ გასწორებული იქნება ანუ ერთ-ერთი კარგი რაც დავინახე მე ამაში ის არის რომ ეს პირობითად ხვამლის და ლელოს აკადემია არ იქნება სადაც მარტო ლელოს და ხვამლის ბიჭები მოხდება ანუ რაღაც სელექცია მოხდება ამ რეგიონში და საუკეთესოები მოხდება მაგრამ ისევ იქ მივდივართ რა სელექციას ვინ გააკეთებს მე ვინ ასწავლის ეხლა ჯაბამ გვითხრა რომ მოხდება მწვრთნელების შერჩევა. ასაგებია, მაგრამ მოხდება საიდან შერჩევა? ჩვენ ისევ იმ მწვრთნელებიდან თუნდაც გავიგე ლელოს გარეთ იქნება ვიღაცა, რომელიც პირობითად არ ვიცი, ნუ აი აკადემიაში არის კარგი მწვრთნელი, რომელიც კარგად ამზადებს, მაგრამ ისიც ვიცით, რომ აკადემიიდანაც მოსული მოთამაშე არ არის ისეთი დონის და ისეთი უნარების მცოდნე და მაგას აი ჩვენ ყველანაირად ვცდილობდით ჯაბასთვის გამოგვეტყვა ის რომ მოყავთ ვინმე ჩამოყავთ თუნდაც ცოტა ხნით ვინც თუნდაც ამ ცნელებს მოამზადებს რა და კი ბატონო გასაგებია რომ ეხლა წლობით აქ არავინ არ ჩამოვა რა ხო ძვირიც არის
ხო, თქვა აქცენტი უნდა გააკეთვა თქო და აქაური მომზადება, აქაური კი ბატონო, ამები კი ბატონო, ეს სელექცია თუ მოხდა აი ამ ცნელებში, რასაც იძახიან, თუმცა ნუ კრიტერიუმები, როგორც ჯაბამ გითხრა, არსებობს კრიტერიუმები, თუნდაც World Rugby-ს კრიტერიუმები და ამ კრიტერიუმების მიხედვით ავარჩევთო და ნუ კი ბატონო, შეიძლება ეს რაღაცა ასე თუ ისე გავა, მაგრამ მერე თორე ეს კრიტერიუმები არსებობს, წრეები არსებობს, მომზადების პროგრამები არსებობს, თუნდაც ფიზმომზადების დაფინანსებაც ქონდა ხო ამ ხო, პროგრამებს. დაფინანსებაც ქონდა ამ ყველაფერი. ანუ მოგლეთ, კარგად დალაგების შემთხვევაში რაღაცა ოდნავ წინ გადადგმული იქნება იმით მაინც რომ კლუბებს არ არის მიმული ეს აკადემია. აი იმაში ჩანს აი ბატონო მიშა, აი ის არის რომ აი თავად შემიძლია თქო რომ ტიერ 2-ის დონეზეც კი წმინდა აი ალღოთი რაღაც სათამაშო უნარების რაღაცა ვართ ქვედან მეორე ნახევარში. ჩვენ გვაქვს აი ჩვენ თავი პლუსი არის რა თქმა უნდა ეს გენეტიკა ეს ფიზიკა რაღაცა და ეს ჩვენი ხასიათი. რომ კი ბატონო თავგაწირვა რაღაც ეს დიდგორი, მაგრამ აი ამ უნარებში ხა ეხლა რო იყო 20-დელების ტურნე აფრიკაში, ჩილესთან აი 45-0 მოვიგეთ პირველ ტაიმი. იყო რაღაც საფი შეტევები იყო იმ პირველ ტაიმი ავიღოთ, მაგრამ ყველაფერი თუნდაც ის კაი გაკეთებული არ არის სიფსბუქე არ არის. ჩანს რა აშკარად ახლა ვისაც რაგბი უყურებია, ესე არ კეთდება პასი, ესე არ კეთდება ოფლოუდი. ესე ანუ გადაყრაზე, ანუ მიხოლა ესე არ არის. ელემენტები იყო, მაგრამ აი სისტემის რასაც იძახიან. ის თავისუფლება არ არის. ხო, ის თავისუფლება არა, რასაც ახლა აი თუნდაც სუპერაგში უყურებ. ხო, არ არის რა, აი რას თამაშობს ის ხალხი წარმოგვიდგენია. არა, სუპერაგზე არა გაქვს საუბარი. მე ახლა მაგალითად აი სიმსუბუქეს ვიძახი რა, აი კანადას თემას რო ვითამაშეთ ამერიკას, აი კონტაქტი, რაკი, უბრალოდ ახლა იქ არის ფიზიკურად რაღაცა არ შეუძლიათ, იმიტომ რომ ტექნიკურად იმათ ბევრად კარგი ქონდათ. აი კანადელებს, ამერიკელებს, ანუ ეს არის ფაქტია, ეს მოცემო, ანუ მოთამაშე ვერ გორდა, კარგი კონტაქტი არა გვაქვს, ვერ ფართხას მიწაზრიგ წამის შეაყოვნოს, რომ ბუთი გადმოდოს, ანუ ყველანაირ უნდა ახლა იმაზე არ არის საუბარი ფინტებზე და შეცურებაზე და ამაზე ხო საერთოდ საუბარი არ არის. ხო? ხო და ჩილესთანაც ახლა ჩვენ მაინც ვიმედოვნებთ რომ ეს ამბიციები რაც აქვს მოწლიან ცოტა დალაგდებიან კიდე ახლა ეტიო კაიური თამაში აქვს წინ ახლა ამერიკასთან და ზელანდიასთან და რაღაცას თანუ დაემატებათ ახლა მარტო ის შიოშვილი არ ვიცი ნუ მარტო შეიძლება ბოლო იმა მარტო მოიგოს მაგრამ ეგეც ახლა სწორი არ არის მაგის გამოცდილებები ახლა მე მაგ კლუბში არა მარტო შეიძლება მოიგოს გააჩნია ახლა ურუგვაისთან შეიძლება მოიგოს მარტო მაგრამ უელსთან და აფრიკაში მეორე ტაიმის 20 თუ 25 აი რამდენი ხანი იყო თუ დაცვაში ვიდექი ჭკუაზე არ ვიყავით ვაშ რა ხდებოდა საერთოდ და ბოლოს ნუ რაღაცა ხო ეგ არის პრინციპში ნუ ეგ ისეთი მომენტი არის რომ საერთოდ გამოცდილება როგორც მოთამაშეებსაც სჭირდებათ ასევე მწვრთნელებსაც სჭირდებათ ეს ნუ ეს არის დროის ამბავი რა იმიტომ რომ პირველი გამარჯვების მერე ფიჯისთან თუმცა მე კი უყურებ მაგ თამაშს და მგონია რომ ფიჯი სუსტი გუნდი იყო. მე რასაც უყურებდი ფიჯი ეხა იმაზე არ ვამბობ რომ ფიჯის რაც აქვს სისხლში ეხა იმას ის ყოველთვის ძალიან მაგრათა აქვს ის თამაშოს მაგრამ ეს ფიჯი მე მომეჩვენა რომ ძალიან სუსტი იყო. ხო აი ეს ბიჭი ერთი წუთი აი ეს ფიჯი ზუსტად ის ფიჯია რომელსაც შეიძლება აი ჩვენ რასაც მუდმივად ვიძახით რა რომ კოლეჯები და რაღაცა ინტელექტუალური ამ ადამიანებს ეს აი მაგათ ეგ არ ჭირდებათ რა იმიტომ რომ აი არ ვიცი ბავშვი აკვანიდან თამაშობენ და ამ ზოგადად ეს არის ანუ ფიჯის ახალგაზრდული აი ზოგადად ანუ რაღაცა მისავითარ გაუც ანუ ტაქტიკური თამაში საერთოდ არ იციან მაგრამ რაშია იცით სხვაობა დაარწმუნებთ აი ლონგრანში და იმაში ამ დაარწმუნებთ ფიჯის ამ ნაკრებში ვინც ითამაშა ბევრად მეტი ინდივიდუალის ხარჯზე და რა თქმა უნდა იქ წაიყვანენ ამათ დარწმუნებული 4-5 მორაგბე ბევრად კარგ გუნდში მოხვდა და ბევრად კარგად ითამაშებს ვიდრე ჩვენი ნაკრებიდან. იმიტომ რომ მასალა იმ უკეთესია იმათი და ესეა წლები გრძელდება თორე ფიჯის პირველად კი არ მოუგეთ ახალგაზრდულ შესაძლებლად. ანუ ეს არის იმიტომ შენ შეიძლება კი თამაშობს სისტემურს და რაღაც მაგრამ იმას ინდივიდუალისტი მეტი ყავს. და ის ამას იყენებენ აინტერესებს რა თქმა უნდა იმ კარგ გუნდს და პლუს უკვე ჩვენთან ესპუარებში დონე უკვე დაცემულია უკვე ისეთ კარგ გუნდებს ხშირად აღარ ვიყავთ ჩვენები საფრანგეთში. ანუ ყველაფერი ცოტა ეხლა ყველაფერში ვარ ცოტა უკან დაღმასვაზე ვართ. ეს ყველა ასე გემია კი რა თქმა უნდა ეხლა მე ეხლა დავასრულებ იმ წინადადებას ჩილესთან ეხლა შენ რო ახსენე იქ მე მომეჩვენა რომ თქვათ პირველი გამარჯვების მერე თქვათ ჩვენ
ვერ მოახერხეთ ემოციების ცოტა დაწევა დაბლა და უფრო ასე ვთქვათ, უფრო პროფესიონალურად ვერ მიუდეკით. მობილიზება და კონცენტრაცია დავკარგეთ. ეს გამოუცდელობის ამბავია, ესე მომეჩვენა მე, იმიტომ რომ ის სიტყვები, რომელიც მე მოვისმინე ფიჯისთან მოგების მერე, ვიტოსგან მე მგონი რა, ვიტო თავარი მწვრთნელისგან. ის სიტყვები, ისეთი სიტყვები იყო, რომელიც შეიძლება თქვა, რაი როცა სოფლიოთას მოიგებ რა, მაგრამ ფიჯისთან რომ მოიგებ, ეგ ცოტა ის არის. შეიძლება ამანაც მოქმედა. მე დაპირთო ბატონო მიშა, ხა მეც იქ როც ხა აი აქვს მნიშვნელობა ამას, იმიტომ რომ ადრე არ ვაქცევით ყოდეთ, მაგრამ აი თუნდაც ის ზეიმი და რაც დაიდო ხა, რა ვიცი, აფხანაგო ტურნირზე მოუგებ ფიჯი, რომელიც არის, რა ვიცი, ეს ხელს გიშლის. ხელს აშკარად შეუშალა, მაგრამ მათ სხვა მომენტებიც არ ვიცი, ვერ გეტყვი ჯერ დანამდვილებით, მაგრამ სხვა მომენტებიც მეჩვენა, დავინახე. იცით რა, აი არის ჩვენი გუნდების თამაშებში, რასაც მე უყურებ, თქვათ, ხო? 18-იანებს ახლა თავი დავანებოთ ცოტა ხანი. აი დიდებზე, დიდ ნაკრებზე ვლაპარაკობ და უშუალოდ და თქვათ იგივე 20-იანებზე. აი ამაზე რომ უყურებ, თქვათ, ხო? აი ახლა მე მეჩვენება, რომ არის შეცდომები ინდივიდუალური. აი როცა მიდიხარ დაუშვათ შესაბოჭად და არ ტექნიკურად ვერ ახერხებ. არის ეგ მომენტები, მაგრამ ეს არ არის, ვთქვათ, იმდენად პრობლემა რა, ამას დახვეწავ. მაგრამ აი როდესაც იქ აგვიანებ მისვლას, იმიტომ რომ ვერ კითხულობ თამაშს სწორად და და ის უფრო წინ არის შენზე, ანუ იმის მაგივრად რომ გარეთ გახვიდე, სიტყვაზე ვამბობ და შიგნით შედიხარ და მერე გიწევს გარეთ გასვლა და ვეღარ ეწევი, ეს უკვე სერიოზული პრობლემაა. ეგეთ რამეებს მე ვატყობ როგორც დიდ ნაკრებში, ასევე 20-იანებში. ეს ცოტა დამაფიქრებელია. ესეთი მოთამაშეები, რომლებსაც პრობლემა აქვს თამაშის წაკითხვის, ნაკრების დონე მოთამაშეები არ არიან. ეს ახლა ვთქვათ, ჩემი რამეს დავამატებ მე. ჩემი დაპირვება ეგ არ ნიშნავს, რომ ეგ ეგრეა, მაგრამ ხო, გასაგებია. მაგრამ ნახე, აი ახლა ჩვენ რასაც ვლაპარაკობდით, ფსიქოლოგიურ მომზადებაზე რა, რაც თქვით ახლა, რომ აი ფიჯის მერე ვერ იმას, ის ზეიმი მოაწყეს და რაღაც გასაგებია, რომ პატარები არიან, მაგრამ რაღა პატარები არიან, ახლა 20 წლის ბიჭები არიან, ნაკრებში თამაშობენ, მალე ზოგიერთები და სადარ თამაშობენ და ჩვენ თუ გახსოვს ნემსაძესთან მქონდა ამაზე საუბარი და მანაც აღნიშნა რომ აი ეს ემოციური და ახლა ნიკასთან საუბარზე აღარ ვლაპარაკობ რა ამაშუგელთან რომელმაც ეგ აი ხაზი გაუსვა რა აი თუნდაც საფრანგეთი ინგლისის საფრანგეთის თამაშზე აი ბოლო წუთებზე რომ გავხედეო და აი ვითომც არაფერი რა ისე იდგენო აუღელვებლად და თავის აი კონკრეტულ საქმეს აკეთებდნენ რა. ჩვენ მიუხედავად დიდი ზეწოლის. მიუხედავად ერთი რაღაცა შეცდომამ და ბოლო მაგანაც გადაწყვიტა, ხო? საბოლოო ჯამში ეგრე მოხდა, თვითონ მანამდე როგორ იყვნენ, ხო? თამაშის ბოლოს უკვე 80 წუთი თუ მეტი თუ რაღაცა იყო და ეგ პირველი ეთქვაი მაგაზე ეგ დამრჩაო რა შტაბეშტილებათო რა და ჩვენ მაგაზე დავიწყეთ ლაპარაკი და გიორგი გვიპასუხა რომ კი ეს მნიშვნელოვანი ამბავია და ამაზე ჩვენ მუშაობთ მაგრამ მე შევეცადე გამიგო რომ როგორ მუშაობთ რაღაცა და მე ვმუშაობ რა გასაგებია რომ თვითონაც რაღაც მაგრამ პროფესიონალი ამ საქმეში არ არის და ჩვენ დიდი ხანია მე მგონი რამოდენიმეჯერ თქვით რომ ეგეთი ადამიანები გვჭირდება თუნდაც მithumetes ბავშვებთან შეიძლება კაცი მაგრამ ფაქტია რომ კაცებთანაც გვჭირდება იმიტომ რომ აგერ ბოლო თამაშები იაპონიასთან და ისეთ შეცდომა დავარი რომელიც ნუ არ ვიცი ალბათ არ დაუშვებს ახლა ის კაცი მაგრამ იმ წნეხში უშვებს ნუ არ ვიცი ახლა თან იაპონიას რომ ავიღოთ ეგ ახალ წნელის პასუხისმგებლობას იმიტომ რომ ერთი და იგივე ტიპისგან რომ იცი რომ წლები ერთი და იგივე შეცდომებს იმეორებს და მაინც აყენებდა ეგ ცალკე ამბავია მაგრამ ფაქტია რომ ეგეთი ადამიანები თან ახლა ჩვენც რაღაცებს გადავხედეთ რაღაცა ახლა ჩვენ დროს არ ვიცი მიშა გახსოვს ალბათ ჩვენ ვცადეთ რა ეგეთი იმის მოყვანა რა და მოვიყვანეთ საკმაოდ ისეთ პროფესიონალი ფსიქოლოგი მაგრამ თავიდანვე გვითხრა რა რომ მე კი შევეცდები ანუ ჩემი ფსიქოლოგის იმიდან წავემუშავე მაგრამ სპორტის ფსიქოლოგია საერთოდ სხვა რამე არისო და ჩვენთანო ესო არ არისო და ვერ ანუ
მე კი ვეცდებიო, მაგრამ ბევრს ნუელოდებით ჩემგანო რა. კი ბატონო. ხო და ეგრეც იყო საბოლოო ჯამში, მაგრამ ბიჭო ის სხვა ბიჭები იყვნენ ახლა იმიტომ კი არა რა, მაშინ რაღაც შემართება სხვა იყო რაღაც ის იყო. ეგეთი ადამიანები ჩასართავია, ჩვენ ხო რაღაცები მოვნახეთ. ხო, მაგრამ როგორ არ არის, გია, არ არის. გავიგებო არ არის, მაგრამ ხო შეიძლება რომ მოიყოთ. ჩვენი პრობლემა არის განათლება. ნომერ პირველი პრობლემა, ეს მე არ ვამბობ რომ მარტო რაგშია. საერთოდ ყველაფერში. ყველგან დილეტანტიზმია, რასაც უყურებ. ხო, ეხლა ერთია რომ ბევრ რაღაცას მეც ვხედავ დაუშვათ სიტყვაზე ვამბობ, რომ ეს სწორად არ არის, მაგრამ როგორ უნდა გააკეთო მეც არ ვიცი რა, ეხლა არა მაქვს ეს შესაბამისი. ხო, განათლება არა. ჩვენ არა გვაქვს ეს, იმიტომ რომ ჩვენთვის სხვა რაღაცები უფრო საინტერესოა, ვიდრე ჩვენ ვერ მივწვდით იმას, რომ თავარი გასაკეთებელი ჯერ ეს არის, რომ მიიღო განათლება და ექსტრა არ არის მაგალითად ურიგო აზრი, თქვა მე მგონია, რომ ეს ფსიქოლოგია, სპორტული ფსიქოლოგია, რომელსაც შენ ამბობ, ხო არიან ადამიანები, რომლებიც რაგში არიან ჩართულები და ან მწვრთნელებად მუშაობენ, არ არის აუცილებელი მთავარი მწვრთნელი იყოს, შეიძლება ასისტენტი. არ შეიძლება ესეთი ადამიანებმა რომ დავუშვათ, დავაწყებინოთ, თუ კი სადაც არის. ხო, ეს დისციპლინა სადაც არის და სადაც ისწავლება იქ უნდა ჩავერთოთ რა, იმიტომ რომ აქ არ არის ახლა, ფსიქოლოგია ახლა შეიძლება ბევრია, მაგრამ ისეთი ფსიქოლოგი, ახლა All Blacks მაგალითად სოფლიო თასი რო აიღო ორჯერ ზედიზედ, იქ ყავდათ ფსიქოლოგი და შემდეგ როცა წააგეს რაღაცები, ის დააბრუნეს ახლა. ის ადამიანი ვინც იყო All Blacks და თან ხო იცი მანამდე იმაში მუშაობდა. All Blacks თუ ფსიქოლოგი ჭირდებოდა, მე არ ვიცოდი. ხო, არა ახლა ეს საჭიროა. აი მაგალითად ახლა ჩვენ ჯაბასთან რო ვილაპარაკეთ და სულ ვიძახით რომ სპორტული მენეჯერი რა. კი. როგორც იქნა გადადგეს ეს ნაბიჯი და ხუთი კაცი არჩიეს და არა გადადგეს იმის მერე კი არა ჩვენ რომ ვთქვი. არა ჩვენ არა. გაცილებით ჩვენ გაგვეხარდა რომ დაიწყეს რაღაცა ხდება ხო. ჩვენ შეგვიძლია დავიბრალოთ. მაგრამ არ არის თავარი რას დავიბრალეთ. თავარია რომ ეს ხუთი კაცი არის და კიდე ხუთსაც დავამატებთო, ანუ მაგაზე გრანტიც არის, ის არის რაღაც მაგზით წავიდნენ. ეხლა მოდი კიდე სანამ დავიბრალებთ, იქნებ გააკეთონ, რომ 1-2 კაცი ეგეთი მოამზადონ მინიმუმ ნაკრებებისთვის, აი გუნდებზე აღარ ვლაპარაკობ რა. ერთით საკმარისია, ჩვენ არა გვაქვს ეხა იმდენი თამაში, რომ ისა ძალიან საინტერესო იქნება ქართველი კაცი, რომელიც აი მიდიხარ რა ზღვაში და უნდა გაიყვანო ეს გემი რა და აი საინტერესოა რა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ სურვილის შემთხვევაში მე მგონი დიდი კონკურენცია მსოფლიო ბაზარზე, ძალიან დიდი კონკურენცია და შენ თუ მინიმალური რაღაც მოთხოვნები არ შეასრულე, არ გამოვა რა და მე თან ის ანუ ეს ხო ის წინ მიდის ძალიან, ანუ შენაც რო ჩერდები, შენ თუნდაც ნელაც რო ვითარდებოდა, მაგრამ ნელა მაინც ის უკვე ამიტომ ახლა ჩვენ უკვე იმ დონეზე მივედით, რომ რა თქმა უნდა ეს ტერორი აღარ ყოფნის და ესეც უნდა ვიყოთ, რატო უნდა ვიყოთ მოთხოვნები, ახლა ეს არის ხო ადამიანს მიუხედი აქამდე და ახლა ისე მოხდა, რომ ტერორის წამყვანიდან უკვე შუაში გამოვინაცვლეთ და უკვე რაღაცებში ვატყობ, უკვე ტერორის უკვე ქვედა ეშელონში მოხდეთ რა, თუ ესე გაგზავნა და ანუ ასე ხო არის, ანუ აწი მიდიხარ, ანუ ძაძნელი ერთ ადგილზე იყო. აი აქ არის ერთი მომზადებასთან და ხო, აი აქ არის ერთი ეგეთი კითხვა რა და რომელიც მე მეჩნია რომ ცოტა არა სამართლიანი თუ არა რელევანტურია, ხო? ეხლა ესე სიტყვა არის მოდაში. ხო და სად გვეკარგება ესე იგი ტალანტები. ანუ იგულისხმება რომ აი თქვა ასაკობრივ გუნდებში თამაშობენ ტალანტები და მე გვეკარგებიან ახლა ეს ტალანტები და რატო არ ვხედავთ ამ სახეებს ხო და ეხლა რატომ გონია მე არა ეხლა იცი რა ეხლა მე შეიძლება მივიდე და თქვა ბელიგის ან ჭაბუკთა ალიგის თამაშზე მივიდე უყურო თამაშს და თქვა რა რომ აი განწყობილი ვიყო ისეთი რომ აი მოედანზე 30 ტალანტი თამაშობს მაგრამ ეს იმას ხო არ ნიშნავს ეხლა 30-ვე ტალანტია ეხლა დავლოცვილო ბატონო ჩემო არ ვიცი თქვენი სახელი მაგრამ აი ეს რო გაინტერესებს ტალანტები და ვინ დაადგინა რომ ეს ტალანტებია ჯერ ერთი აი ჩვენ რო გქონდეს ეგეთი სისტემა რომ სიტყვაზე 100 ბავშვიდან გამორჩეული 100 ბავშვიდან რაღაც პერიოდის შემდეგ დარჩა 50 ბავშვი რომელებიც იმართებიან
და იმათ სწორად ასწავლიან ბევრ რამეს და იქიდან კიდე 5 ან 7 დარჩება მართლა ტალანტი, რომელიც უკვე აღიარებული ტალანტი იქნება. აი ის თუ დაიკარგა, მაშინ გააქვს უფლება ამ კითხვის დასმის და ეხლა ტალანტები, რა ტალანტები და მე მაინტერესებს დღეს ჩვენ წოფთნელთა корпуსში ტალანტები ყავს? აი ეს მაინტერესებს პირველ რიგში რა. ხო, აი ხა წოფთნელთა корпуსში ყავს ტალანტები. აი პალიკოსთან ინტერვიუ რაც იყო რა, პალიკოსთან პოდკასტი რაც იყო. ეხა იქ დაუსვით რა, იქ კითხვა რომ ეხა პალიკომ თავისი საქმე როგორც აკეთებს. სვაჩვე ძალიან კარგად მოყვა რა, რომ აი ესე შვება რაღაცა იქ თავისი გეგმა აქვს. ძალიან საინტერესო იყო რომ მარტო პირველი ტაიმის გეგმა მაქვს და მე ვცდილობ შევცვალო ვნახავ იქ რა ხდება. ნუ შედეგიც ვნახეთ ახლა რა. არის ისე მოუგეს რომ ფაქტიურად აი დიდი დაძაბვა არ დაჭირდათ. არა პალიკო ჯიქებშიც არის ჩემპიონი. ხო, პალიკო ჯიქებშიც არის. ანუ ხო და ამიტომ ნუ ხტიმიტომაც პალიკო ყავდა და ეს გვითხრა რა და გამოჩნდა კიდევაც. ხო, ინტენსიური თამაში ითამაშეს, არის ფიზიკურად ვერ იყო წინა თამაშის გამო ისედაც მაინც დიდი ფიზიკით ვერ იმაშვებია, რა ქვია, დაიკვეხნიან მე მგონი და ეს ამბავი უცებ მოათავეს რა. მაგრამ მე ვკითხეთ რომ კი მაგრამ აი გასაგებია შენ აი სხვა მწნელი ხო ერთმანეთს თქვენ ერთმანეთში ლაპარაკობთ საერთოდ? ნუ აი თამაშის წინ გვიპასუხა რა. ხტებით ერთმანეთს. ხო, თუ ხდებით რომ რაღაცა ილაპარაკო, ხო ელემენტარული რაღაცა აი. აი ნებისმიერ იმაში სონის გაზიარება პროფესიაში ხო? ხო, არის ეს არის აი ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ ამის გარეშე, ანუ ინიციატივის გარეშე. ხო და ხო ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ ეს არ ხდება. ეს კონკურენცია ანიშნავს რომ ცონა არ გააზიარო. ეს პირიქითა, ანუ ორივე ყველა მხრიდან უციარდება ცოდნა. ჯერსეთი შენ თვითონაც უნდა იმას აი ეცით რა მახსენდება მე რომ არავინ არ გვეუბნებოდა ჩვენო ეს უნდა გაგვეკეთებია, მაგრამ იყო პერიოდი როცა თქვა ჩემი თაობის ადამიანი, ნუ ახალგაზრდები ვიყავით რა თქმა უნდა და ძალიან დიდი უნარები გამოავლინა მაშინ ლაშა გეგენავამ აცხონოს უფალმა და ჩვენს მე ვთვლი რომ ჩვენს თაობაში ალბათ ყველაზე მაღალ მწვერვალზე ავიდო და სამწმელო თვალსაზრისით რა და ძალიან ხშირად ლაშა გეგენავასთან, ძალიან ხშირად ლევან მგელაძესთან და აი იმ პერიოდის ყოველ შემთხვევაში ჩვენი თაობის იმ პერიოდის ხშირად ხვდებოდით და ნუ რიგის 9 ნომერში რა ხდებოდა მე სხვანი არაფერი არ ხდებოდა რიგის 9 ნომერი ლაპარაკობდით ერთმანეთში ამ დროს მოწინააღმდეგეები კი ვიყავით, მაგრამ ინტერესი ერთი მქონდა, რაღაცებს ვეუბნებოდით ერთმანეთს და ვიგებდით. ეს კომუნიკაცია ჩვენ არავინ არ გვავალებდა, ჩვენ თვითონ გვინდოდა ეს ყველაფერი. სამწუხაროდ, ნუ არა ეს ფაქტია, რომ ქართულ რაგბში, ანუ ამ გამომდინარე რა სისტემაც არის ამ დაფინანსების. რა, ანუ რაც თქვი, აი რაც ჩვენ აღნიშნავთ, რომ ანუ ეს მარტო ამაში ჩავშით ამ რუსეთი, აი აქედან გამომდინარე ენთუზიასტების ნაკლებობა მოიკლო. ენთუზიასტების რაოდენობა მოიკლო. გინდა არა მარტო სპეციალისტებში, გულშემატკივრებში. ყველა ეს არის, ვიცი, ეს არის აშკარად ეს შეუძლებელი ეს არის. დაუცხოება რაღაც ერთმანეთთან. მარტო შენ პროგრამა, აი სიტყვა თქვენ რო ახსენეთ ახლა პროგრამა რო ვიცი 10 მენეჯერის მოზადებას აპირებდა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ 10 მენეჯერიდან. რამდენი იქნება ისეთი, რომელიც ისედაც აინტერესებს რა გვიდა ამას უბრალოდ გამოიყენებს დამატებით ენთუზიაზმით იყო ისედაც თუ ეხლა რაღაც პროგრამაა გრანტია და მე მოვედი რაღაც ავიღო რაღაც დიპლომი ესე გაკეთს მაგ კრიტერიუმი ერთ-ერთი კრიტერიუმი ეგ იყო ენთუზიაზმის გარეშე აი მილიარდები გაიფლანგება ხო რა თქმა უნდა და როცა ენთუზიაზმია ბევრად ნაკლებ თანხად შეგიძლია ბევრად მაგარი შედეგი დადო აი აქ ამ შემთხვევაში ვთქვათ მომზადებაზე როცა არის ლაპარაკი ბავშვ ნუ ჭაბუკების და ვთქვათ რეგბი მორაგბების მომზადებაზე როცა უკვე ნუ აი ზდავს ადამიანზე და ნუ სულყოფილ მორაგბეზე რომელიც მიდის პროფესიონალურ გუნდში ვთქვათ ხო რა ეს აი ამ საწყის ეტაპებზე ძალიან კარგი იქნება სხვათა შორის მე მახსოვს ლევანთან რო ვისაუბრეთ მაისაშვილთან მან ეს ნუ გაკვირით თქვა სასელექციო ჯგუფზე ilaparaqa მან ის რაც მას ნანახი აქვს თქვათ სარაგბო ქვეყნებში და ეს თუ ჩვენთან იმუშავა ძალიან მაგარი რამე იქნება ნუ ისეთი ვთქვათ კომპეტენტური ჯგუფები ადამიანების ჯგუფი ხო ადამიანები რომლებიც იმუშავებენ ძალიან საინტერესოა ეხლა ნუ რავი ნუ იტყვის რომ ერთ თამაშს დაინახავს და იქიდან ყველაფერს
გამორიცხულია ეგ ერთი თამაშით ვერაფერს ვერ იტყვი. რაღაცა შეიძლება დაინახო, რომლის დანახვა კიდე მეორე თამაშზე მოგინდეს. ეგ სხვა ამბავია, მაგრამ ეხლა დაინახო და ჩათვალო რომ ეს ტალანტია, ესეთი რამე გამორიცხო ერთი თამაშით. ნუ არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ეხლა მე ეგეთი რამე არ შემიძლია, არ ვიცი, ვინმე შეუძლია, არ ვიცი, მაგრამ ეს აუცილებელია რა და სასელექციო ჯგუფი სადღაცა უნდა ჩავრთოთ. აბა აკადემიებში მე ეხლა კონკურსები უნდა ჩავატაროთ, მე მგონია. ეხლა აი ჩვენ ამ კითხვებზე პასუხს ვაძლევთ ეხლა ამ ადამიანებს. ჩვენ ესე მგონია, ხო, ჩვენი აზრია რა, ჩვენ მგონია რომ ამათ რა თქმა უნდა ამას კიდე სხვებსაც რომ ვისაც მოვიწვევთ შევეკითხებით თავისთავად, მაგრამ ჩვენ მგონია რომ ეს აკადემიები იცი რა, რაღაცა ესე მგონია რომ აი სიტყვა ხმამაღალი სიტყვა რაღაც ეს აკადემია რა. აი ისე ჟღერს რა აკადემია, მაგრამ ბიჭო შინაარში რა, შიგნით რა ხდება თუ? ეგ არის ჩემთვის თავარი ეგ არის. აბა ეხლა აკადემია დაარქვი. მე ვილაპარაკე მაგალითად სკოლაზე, მაშინ თუ გახსოვთ ჩვენი აზრი იყო, ეხლა შეიძლება აკადემია დაარქვა იმას ყეცო და სკოლა არ იყოს, არ ვიცი ეხლა კი ბატონო, მაგრამ იქ კონკრეტული რაღაცეები იყო ნათქვამი, მაგრამ რომელიც ინვესტიციის გარეშე არ გამოვა და შესაძლოა რაგბის კავშირში ხა ლევანმა მაგალითად თქვა რომ ესე იგი იქ ესე იგი შესხმა და ეს ინვესტიციები რაღაცებს მე ვთვლი რომ ინიექციები არ ვარ. ხო, ინიექციებსო არ რაღაცაც ესე შეიძლება მე არასწორად გავიგე და არა, ზუსტად ეგრეთო. ეს არის სახელმწიფო პრობლემა. ეს არის სახელმწიფოს პრობლემა. სანამ სახელმწიფოში ეს არ დაალაგდება, ხო და ეხლა ჩვენ ეგრე რო გვეფიქრა, ეხლა ჩვენ თავის დროზე რა. ხო. ხო, ბიძინა იმას არ იტყოდა, რომ სოფლიოზე გავალ რა. იმიტომ რომ სტადიონი ჩვენ არ ქონდა, წყალი ჩვენ არ ქონდა, გასახდელი ჩვენ არ ქონდა და რომ დავლოდებოდით ეხლა ჩვენ რომ მოხდება რაღაცა. არა, ჩვენ ამბავი სხვათა შორის ეს ინიექციები, რა ვიცი. ხო, ლოკომოტივის სტადიონის ერთ-ერთი ტრიბუნის ქვეშ იყო გამოყოფილი ოთახი. სადაც ჩვენ ვიკრიბებოდით ხოლმე და ნუ ლაპარაკობდით რა. ეხლა რეგბის კავშირი ძალიან დიდი იმით შეიძლება დაარქვა იმას რაც ხდებოდა რა, მაგრამ ნუ მაშინ პირველი რა ვთქვათ ეხლა დელეგაცია რო ჩამოდიოდა ჩვენთან ირიბიდან, მაშინ World Rugby-ს ესე ერქვა, ხო, რო ჩამოდიოდა, სადღაც ხო უნდა მიგეხო და ეხლა შეიძლება იცი რა, ჩვენ ისე ცხოვრობდით რომ ეგეთ რაღაცებს ბევრი მაგალითად ყურადღებას არ აქცევს რა. და ისინი აქცევენ ყურადღებას და მე შევა თვალში მოხვდა რომ ისინი ყურადღებას აქცევენ ვისთან სად მოდიან, როგორ გაცვია, როგორ საუბრობ ბატონო ჩემო, როგორი განათება გაქვთ და ეგეთ რა ნიუანსებს და იქამდეც კი მივიდა საქმე რომ რეგბის კავშირის ფართი რომ მოგცეს ავდიოდით ხელბურთელები, ფეხბურთელები, კალათბურთელები და ასე შემდეგ ერთი კიბით ავდიოდით სულ ყველანი არა ბატონო, ავდექით და გამოვყავით და ხიდი გავაკეთეთ, რომელიც დამოუკიდებელი შესასვლელი იყო. ეს შეიძლება ვიღაცამ კი არა ბევრმა თქვას რომ ამას რა აზრი ქონდა და საქმე გააკეთე და საქმე აქედან იწყება თურმე. აი ეს მომენტი იყო რა, ეხლა შენ რაც თქვი მე ეს გამახსენდა რა, თორე არ ვაპირებდი მაგის თქმას რა. ხო და ეხლა ჩვენ აქ რაც შეეხება რატო არ არის იგივე ადამიანი გვეკითხება რატო არ არის კომუნიკაცია გულშემატკივართან, დაიკარგაო კომუნიკაცია. იცით რა, მე ესე მგონია რა, ნუ ანუ არაფერი არ უნდა მაგას რა. ეხლა თუ კარგი ამინდია საქართველოში ძალიან დიდი დრო კარგი ამინდია, გვაქვს სტადიონები, გვაქვს ტრიბუნა. წინასწარ უნდა ითქვას, მე ესე წარმომიდგენია, წინასწარ უნდა თქვა დღე გულშემატკივრებთან შეხვედრის, ვისაც სურვილი ექნა, ისე კი არა რომ ეხლა შენ მოდი ჩემთან და დაარქვა ამას ესე არა. შენი ძმაკაცი რო არის და შენი ძმაკაცის ძმაკაცი რის მოიყვანო, ეგრე არა. უნდა თქვა დღე მოვლენ და იქ 1-2 ან 3 სპეციალისტი დახვდება იმათ, სხვადასხვა კითხვები ხო იქნება და ისინი გაცემენ პასუხს. შეიძლება თვეში ერთხელ ან ორ თვეში ერთხელ გააკეთო. აფერ პრობლემა არა. აი მაგაზე მე მგონი არ წავ, იმიტომ რომ იქ ისეთი კრიტიკული კითხვები შევა წამოვიდეს. და ვერ გავიზრდები სხვანაირად. თუ შენ წინ ვერ წავალ სხვანაირად. თუ შენ დაიბრუნო გულშემატკივარი და ავჭალის სტადიონი მაინც გაავსო მინიმუმ, ხო? ეხლა იმაზე აღარ ვიძახი, ხო?
ლოკომოტივზე და პროსორეთ მესხზე და დინამოზე, ხო, ხო? სამწუხაროდ. მაგაზე აღარ ვიდა, რაღაცა ეგეთები უნდა გავა. ეხლა მიშა რასაც იძახის, ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი რაღაცა მეთოდი. მე ხარ რასაც უყურებ, რაგბის კავშირის პიარის სამსახური მუშაობს ელექტრონული მეთოდით რა. ანუ ეს ჯორჯიან რაგბი მაგათი თუ ხავსები ხო ასე ხო? ხო და რაღაცებს დებენ, ძირითადად დებენ ახლა იყიდეთ ბილეთი და რაღაცა მოდის ახლა მსოფლიო თასი, აბა ეს თამაში იყიდეთ, შეიძინეთ ბილეთი, შეიძინეთ აბონემენტი. ანუ გრძელდება ის, რაც იყო მანამდე რა. ხო ახლა თამაში მოდის, ორი ბილეთი ერთის ფასად და ისი ზღირს რა ვიცი, რამდენი ღირდა თავის დროზე და იმაში რომ შეხვალ ეს კარგი ტრიბუნა რაც არის დაბლოკილია, იქ ვერ იყიდე, ან თუ იყიდე უნდა მიცე 150 ლარი, ხო და არ ვიცი. სხვათა შორის ეხლა გააკეთეს, ან რაც ბოლო პერიოდში მომეწონა, პირველად ის რომ დადეს ისა 20-მდე შემადგენლობა, რომელიც აფრიკაში მიდიოდა. იქ ყველა მორაგბეს მიუწერეს, იმიტომ ხო რაღაც გუნდებში თამაშობენ, ხო? და მიუწერეს, გვერდით კიდე მიუწერეს ბავშვთა, ანუ იმიტომ ხშირი არის რომ უკვე თქვა რაღაც 19-20 საათში უკვე ისეთ გუნდებში გადადიან, თქვა ბელოში აეში და მიუწერეს, აი პირველი მშობლიური გუნდები და რაღაც რაღაცა ჩოხატაური რაღაც ანუ გადასარევი. ეგ იყო ჩოხატაურისთვის რამხელა რაღაცა ეხლა ის რომ წაიკითხავს რომ გასაგებია რომ Facebook-ში ხო, აი ეს მომწო, მაგრამ უბრალოდ არის მე ისია მიძინებული გულშემატკივრა აი ძალიან უკვე ლაიქების რაოდენობა რომ ნახოთ აი ძალიან შემცირებული. აი რაღაც არ ვიცი, რაღაც არა აი სუბთა კრიზის მენეჯმენტია საჭირო აი რაგბიზე ხო აღარ ვლაპარაკობ რაგბის მიმართ. აი მინიმუმ აი აქ არის სუბთა კრიზის მენეჯერი საჭირო და ეგეთი ადამიანები არიან. თან არიან მორაგბეებიც არიან. მეც ვიცნობ ეგეთებს ახლა არ მინდა და ის ადამიანებიც იცნობენ ვინც ახლა რაგბის კავშირშია. ძველი მორაგბეები არიან ამ მიმართულებით მუშაობენ და წარმატებები აქვთ რაღაც კონკრეტულ მიმართულებაში, რაღაცაში, იმაში, ამაში, რაღაც კომპანიები ქირავენ, მაგით ცხოვრობენ საკმაოდ კარგად რა. და დარწმუნებული ვარ, რაგბისთვის ბევრად უფრო ისე გააკეთებენ ამას. შეიძლება საერთოდ ისე გააკეთონ, უბრალოდ მორაგბეები არიან, კიდე აი ჩვენი გაზრდილები არიან სხვათა შორის, და ჩვენი თაობის რა და. ამიტომ აი ამ რესურსების არ გამოყენება და სხვა აი მე კიდე ლევანთან ერთი ის მომეწონას ვერ ვიტყვი. ლევანს აქ ძალიან სისტემურად დალაგებული ყველაფერი, ლევანი რასაც გვიყვებოდა. აი ძალიან სისტემური იყო რა. აი აქ ეს არის, აქ ის არის, აქ ეს არის და ჩვენ კითხვაზე რომ კი მარა, აბა აქ რომ ვიღაცა მოგივა, ამას ეს არის ამათი საქმე, მიპასუხა და ეგ ნამდვილად არ მესმის რა. ლევანის ცოდნის და გამოცდილების ადამიანმა კიდე გავაგზავნებ წარუბას ალბათ დავაზუსტებ რაღაცებს რა. აი ეს დავინახე რა, რომ აი რაღაცა ეგეთი ის არის და არა, ბატონია, ფაქტია, ანუ შეხედოთ იმ პერიოდში, როცა ქართულმა რაგბმა მიიღო რეკორდული ისა მაყურებელი, მე ამას მოყვა რეკორდული დაფინანსებები, გინდა ის ნაკრების დონეზე, გინდა რაღაც მუნიციპალიტეტების დონეზე, გინდა სანაკრებოზე უკვე იგივე ხელფასი აქვს. ეს თქვათ, იმიტომ რომ ეს არ არის ხელსამოსაკრავი რომ გავიხსენოთ თუნდაც, რა ვიცი, პირველ სოფლიოს რო წავედით და ხო, ანუ დღეს დღიური ანაზღაურება იგივეა ფაქტიურად, რაც გრანდებს, მორაგბეებს სოფლიოს შეკრებაზე. ანუ ეს უნდა ვიცოდეთ და ამის ფონზე რა გამოდის, რომ ავიღოთ ხო რაღაც ერთი თამაში დავაფასებთ. რაც შეიძლება თქვა რაღაც მოკლე მონაკვეთებით 4-5 წელი. 4-5 წელი მონაკვეთი რო ვიღოთ პორტუგალიამ გვაჯობა, სოფლიოზე გვაჯობა. ისეთ გუნდს მოგებს სოფლიოზე, ჩვენ ეგეთი მოგება არ აგვაქვს სოფლიოზე, ფიჯის და ბოლოს მოგვიგეს 1,000. ხო, ანუ თუ კი კარგია რომ დალაგებულია, მაგრამ მაგარი მორაგბეები, ანუ შევხედოთ ახალგაზრდა ნაკრებს, რამდენი გამორჩეული ტალანტია, მინიმალური. ანუ ყველაფერში ანუ რა ვიცი სად არის რაში აისახა ეს ფულები ის რაში აისახა ეკითხებთ აი ხო მე ხო გეუბნები ეხლა არა ვარ მე ხა ცნელობის დიდი გამოცდილება არ მაქვს მე ხა ბავშვებთან მიმუშავია და მე უფრო ესე ვთქვათ ზემოთ სხვები მუშაობდნენ და მე რაღაცა სხვა მიმართულებით ვაკეთებდი რაღაცებს მაგრამ ეხლა რასაც ხედავ ჩვენი თამაშით სამწუხაროდ აი ნაკრების თამაშიც აიღე გინდა ერთის გინდა მეორეს ანუ გვინდა ვითამაშოთ სისტემური თამაში და ესე
იმაშვებით. თუნდაც ლადოსაც დაუძახებთ ახლა ჩვენ თავის დროზე და ლადოსთანაც ეს კითხვა. ლადო კილასონია უნდა თქვა. ლადო კილასონიასთან. აი ეს დავინახე ლადო როცა აკეთებდა კომენტარებს იმას სოფლიო თასზე რა. მან დავინახე რომ ის როგორ ხსნიდა ამას ყველაფერს რომ ნახეთ ახლა 5 მეტრიან ზონაში ამას იზავენ ჩვენებზე არ არის ლაპარაკი. ირლანდია რაღაცა საფრანგ ვიღაცა. ერე შვებოდნენ. არა, შვებოდნენ გასაგებია, მაგრამ ბიჭო, იმათ გასაგებია რომ ეს სისტემურად თამაშობენ, მაგრამ ინდივიდუალური ვარიანტი როგორ არა ელემენტი ხო ჩართული აქვს. მზად უნდა იყოს. რაღაც წერტილამდე მიდიან სისტემურად და იქ მე ინდივიდუალისტი აკეთებს ყველაფერს. და ეგ გითხრა ნიკამ სხვათა შორის თავის იმაზე, რომ აი ნახეთო, ეხლა ნიკა რო იყო ჩვენთან, აი ინგლისის საფრანგეთის თამაშზე, ინგლისელებმა ხო ესე მთელი 6 ერი ესე ითამაშეს ფეხით, იქ ჩაკიდება რაღაცა ისა, გამოვიდნენ, აქ ნახეს რომ ეს არაფერი, ვაი, სისტემა დაიკიდესო და დაიწყეს თამაშიო და რა თამაში გამოვიდა, ხო? და ნუ აი თლათ ეგრეც ვერ იტყვი ახლა სისტემა არ იყო დაკიდებული, მაგრამ სხვა რამე ითამაშა. ხო, რა თქმა უნდა. გასაგებია, კაცო, მაგას ვიძახი რომ სისტემა რა თქმა უნდა იყოს. იმათ აქვთ მაგის შნო უნარი, რომ ან ესე ითამაშოს, ან ისე ითამაშოს. შენ სხვანაირად თამაში. ეგრე იყო კიდე მაშინ ავსტრალიაში 20 წუთი რომ ეხლა ეს ამბავი უნდა მოუყვე ახლა მაინც რა. ადრე თუ გვიან მოსაყოლი იყო რა. პირველი 20 წუთი ვიგებთ 3-0-ს ვიგებთ 6-0. 3-0-ს ვიგებთ პირველი 20 წუთი ბიჭო ეს მოლებში ვერაფერს ვერ გვიშვებიან და მიდის ამბავი ტრიბუნაზე რაც ხდება მაგას აი ხა ნახავთ ცოტა ხანში და ნუ მეორე ტაიმი და დამთავრდა რა ეგრევე სხვანაირად ითამაშეს და მორჩა ყველაფერი და ეხლა მეორე დილაა რა ეხლა ჩვენ ესე დაღურებილები 93-ით 6 წავაგეთ თუ რაღაცა და მეორე დღეა ეხლა გარჩევა გვაქვს რა იმაში და იმაში შეიკრიბა გუნდი ეხლა კლოდი დგას ესე კოჭი ჩვენც ესეთები ვზივარ და ესენის ნელ-ნელა დაღურებილები იკრიბებიან და ამ დროს შემოდის ისა რა ქვია ჩხაიძე გიორგი ჩხაიძე ბინგო და გაზეთი უდევს ეს გამოდებულია გაზეთი და ხე სასტუმროში ხვიდოდა და ესე დააგდო რა და პირველ გვერდზე წერია ქართველებმა ინგლისელების მოლი გააჩერეს და რა და კლოდმა დახედა და დამთავრდა ეგ თამაშის გარჩევა დამთავრდა რა ქნეს ეს ქართველებმა ინგლისელების მოლი გააჩერეს და ნუ რაღა უნდა გემეთქვა ახლა მაგათვის და ნუ აი მაგიტომ ვამბობ რა რომ ახლა გასაგებია რომ ეგეთ გუნდებს ეგ შეუძლიათ მაგრამ ჩვენ აი მაკეთ ვერ მივდივართ მე მაგის თქმა მინდა რომ გასაგებია რომ სისტემური თამაში გიგჭირდება სხვანაირად არ გამოდის მაგრამ ის ინდივიდუალიზმი არ უნდა არ არის არა ელემენტარულად ავიცი ხა ახლა გინდა 18 წლებში გინდა 20 წლებში რაღაც ავიცი 6 თამაშინა პირობითად რომ ერთხელ და ორჯერ გაათამაშე 9 ნომერი სწრაფად ბურთს ანუ და როცა სხვა გუნდები მინიმუმ 5 ჯერ ათამაშებენ 9 ნომერი სწრაფად ბურთს იმიტომ რომ იქ არ არის იმაზე რომ არ იქაუც გამოშეუტი და ჩვენთან აი მე დაკვირებული ვარ აი დიდაჩა დაკვირებული ვარ აი რომ მიყავს თამაშები ხო ხა საჯებს ვიცნობ და ჩვენთან ერთად მიყავს და საჯებსაც ეზარებათ ხოლმე რომ აი საჯებიც უჭო რაღაცა სანტიმეტრს ეკიდებიან რომ აი გაათამაშა ვიღაცამ სწრაფად დააბრუნებენ უკან ანუ მოკლული ანუ ეს ბიჭები ანუ შეუძლებელია ხა აი 9 ნომერი ხო 9 ნომერი როგორ ტიპია ხო რაღაცა პატარა ცოტა რაღაც შებერტყილი ისეთი ტიპები არიან ხო 9 ნომერი და ხა შეუძლებელია 9 ნომერს არ კონდეს სული რომ იბაძოს ვიღაც კაი 9 ნომერს ხო აი ვიცი რა ტოპ 9 ნომერი ხო ხა მე ბურჯებზე ხო არა ლაპარაკი ჯერთი ბურჯებიც ყველა იყო მაგრამ 9 ნომერი ხო ისეთია შეუძლებელია ხა 9 ნომერს არ უნდა სწრაფი გათამაშება მაგრამ აქ რატომ მოკლულია აი სველი უძახის უყვირის რა უნდა თქვა თორე ხა შეუძლებელია 9 ნომერმა 18 წლის ბიჭმა არ გათამაშოს სწრაფად შეიძლება 9 წვრელი კი არ უძახის იქ არის თავშოთ პირველი ორი ნომერი ან 8 ნომერი რომელსაც მიყავს თამაში და ეუბნება რომ ეხლა გაჩერდა რა ანუ და ასე შემდეგ ხო მაგრამ საერთოდ იცი რა სერგო როცა შედეგს აქვს შედეგზე თამაშობ 9 ნომერი რა თქმა უნდა და გაათამაშებს სწრაფად ბურთს მაგრამ შენ ამისათვის შენი პარტნიორები მზად უნდა იყო და მათ ეს თამაში უნდა მოწონდეთ
თუ მათ ეს თამაში არ მოწონთ, მაშინ 9 ნომერმა რომ სწრაფად გამარხავენ იმ 9 ნომერს იქა 1-2 და მე რეიტყვის აღარ მინდა რა. თავისთავად ყველაფერი. ეს უნდა იყოს თლიანობაში. რა თქმა უნდა, თავში უნდა იყოს ყეთება. ხო, აი თქვენ აღნიშნეთ თუ თვალსდე ვინ იყო იქ, თვალსდე ნიკასთან. აი ახალგაზრდული 18 წამდე ის რო იყო, არის წავიდა ბურთი და იქ სხვა თამაში მიდა ის ჩვენგან რომ იყვება ტიპი ის მისი აზრი უკვე არ აქვს ტექნიკური მომენტს თავიდანვე ის მიდის მარტო გადაყრას ის რომ ის არც განიხილავს რომ ამოუგდებენ იქ ანუ და როცა რო შეხედო საფრანგეთი ის სულ ინტერვალში თამაშობს ვინის მიყვეს აი მარტო მაგას აკეთებენ საკუთარი ნახევიდან მოდი იქ რომ თქვენ ხო ეჭი ხო არ გეპარებათ იქ რომ საფრანგეთს მოედოებინა გინა თუ არა ხა ტაქტიკურად შეუდიოთ საქართველოსო საერთოდ ჩვენ საიდან მივიღეთ ჩანსები იმათ ბურთი მოქონდათ უვარდებოდათ საკუთარ 15 მეტრში რაღაცა ჩვენ იქ აუტები რაღაცა მივიღეთ და დავდეთ თორე ხა საფრანგეთთან იქიდან რომ ფეხი დაეწყა საფრანგეთს ჩვენ საკუთარი ნახევიდან საფრანგეთს ვერასოდეს ბურთს ვერ წამოვუგებთ ანუ და თუ არ ცადე, ანუ ძნელი, ანუ უნდა დავიწყოთ ახლა, ანუ რა თქმა უნდა ახლა ესე არ რეალობა ეს არის. ხო და ნუ კი ბატონო, ეს ძალიან დიდი თემაა და ჩვენ მაგას დაუბრუნდებით. მე სიმართლე გითხრა, ვფიქრობ ჩვენ იმაზე, როგორ დაუბრუნდეთ ამ თემას და როგორ გავშალოთ და უფრო ეს მომზადება, კადრების მომზადება, ძალიან დიდი თემაა რა. და ნუ ჯერჯერობით ჩვენ მზად არა ვართ მაგისთვის რომ ეს თემა გავშალოთ და ნუ რესპონდენტების უნდა შესაბამისი ცოდნის უნდა ყავდეს რომ ამაზე ვილაპარაკოთ. და კავშირის პოლიტიკა უნდა იყოს აუცილებლად ის ღია წელს იმართობა რომ ანუ არ მოგუდავ ახლა შედეგზე გინდა თუ არა რომ თორე ახლა საბოლოო შენ თუ წელს მოგუდავ ახლა ანუ მაინც ყველაფერი ბოლოს ამას იზამს. აი კავშირის პოლიტიკას რაც შეეხება აქ მინდოდა მე ახლა ერთი ეგეთი კითხვა რომ აი ადამიანი რომელიც თავის სახელს არ ასახელებს, მაგრამ ამბობს რომ კლუბების რაოდენობა შესამცირებელია ჩვენთან, ანუ პროფესიონალური რიგების და ნუ უნდა იყოს რეგიონალური პრინციპი დაცული, დაკომპლექტების რა და მაქსიმუმ 14 გუნდზე უნდა გავიდეთ თავისი პირველი უმაღლესით, თავისი იმით, თავისი ამით და ასე შემდეგ. აი მე ბევრისგან გამიგია ჩვენი თქვა ძველი მეგობრებისგანაც გამიგია რომ ჩვენ 10 გუნდისთვის მზად არა ვართ და ჩვენ უნდა შემცირდეს და რაღაცა. პირადად აი ჩემი აზრი ამასთან დაკავშირებით მოსაზრება არის ეგეთი რა რომ მათემატიკურად არ უნდა მიუდგეთ ამ საკითხს. ვინაიდან 10 გუნდი რო ყავს იმას მეტი დაფინანსება ჭირდება და 6 რო ყავდეს ნაკლები, ამიტომ შევამციროთ, მე ესე არ უყურებ რა ამას. მე მაინტერესებს ვთქვათ კონცეფცია განვითარების ზოგადად რაგბის ქართული რაგბის განვითარების კონცეფცია და აი იქიდან გამომდინარე მე შესაძლებელი იქნება ლაპარაკი რამდენი გუნდი უნდა იყოს პროფესიონალური რამდენი უნდა იყოს სამოყვარულო თუ არ იქნება ეს კონცეფცია განვითარების ეს ლაპარაკი რომ მოდი ახლა ჩვენ შევამციროთ ისა და ეგ რას მოგწევს ჩვენ ახლა რომ შევამციროთ ფეხბურთიდან არის მაგის ისა ანუ ჯერ შეამცირეს ფეხბურთში გუნდების რაოდენობა ანუ 16 ეს დილეტანტური ხედვა რა არ შეიძლება ეგ მერე გადაიყვანეს იმიდან აქვე მინდვრები არ გვივარგაო გადაიყვანეს გაზაფხული ზამთრის სეზონზე მერე რაღაც ეს ფონდი გააკეთეს და 34 ვიყავით და ეხლა ვართ 51 ანუ დღესაც აი თუნდაც შემცირება აი თუნდაც ეხლა 10 გუნდია ხო თუნდაც ეს 10 გუნდის ფული რო გადანაწილებს გუნდზე დამიჯერეთ ანუ არ არის საქართველოს ის მენეჯმენტი რომ სიტყვაზე აი ეხლა რომ 1.5 მილიონი აქვს ბიუჯეტი და გაუხდება ამის ხარჯზე 2 მილიონი დამიჯერეთ აბსოლუტურად იგივე ერთი მუშაობს ნებისმიერი გუნდის მენეჯერი ნებისმიერი გუნდის წვრთნელი ანუ ეს არ შეუძლებელია ამან მოქცეს ის რა ქვია სხვაობა აი ხა შენ რაც თქვი მიშა მან თავარი შენ რაც თქვი იყო ეს რამდენი იქნება პროფესიონალური და რამდენი იქნება სამოყვარულო ოღონ მე ხაზი მინდა გაუსვა რომ სამოყვარულოს რა რას გულისხმობ მე მაგალითად რა როგორ მგონია რომ რა თქმა უნდა ეხა ჩვენ დროსთან შედარებით პირობები თუმცა ჩვენ მაგალითად ეხა უნივერსიტეტები იქნო თუ რა იყო რაღაცა მინიმალურ თანხებს გვაძლევდნენ ქონდათ მაგის ბიუჯეტი და რაღაცა მოედნის ქირას იქ სადღაც იმაზე შეკრებაზე გაგვიშვებდნენ რაღაც თვითონ ამ უნივერსიტეტებს რაღაცა ბაზები ქონდა და იქ მიდიოდით და ნუ რაღაც ეგეთი შესაძლებლობები იყო ეხლა ეს ცოტა რა თქმა უნდა რთულად არის მე მაგალითად სამოყვარულო გუნდს ანუ რასაც შენ ამბობ რომ აი სისტემა რო ყოფილიყო რამ თქვა არ ვიცი ართი პროფესიონალური და დანარჩენი ისა რა ქვია
სამოყვარულო. ამ სამოყვარულო გუნდს ესე კი არ მიუშვებდი რომ არ იქა როგორც გინდათ რა, მიდით ბიჭებო ითან. მინიმალურ რაღაცა ფორმას ჩავაცმევდი, თქვათ მისვლა მოსვლას, არ ვიცი ეგ რეგიონალური იქნება თუ როგორი იქნება და რაღაცა მინიმალური მერს დაუფინანსებდი, ტურნირებს გავუკეთებდი. ორგანიზებას გავუკეთებდი. ამათ ხალისით ეხლა ძირითადად და აი ეს რასაც ბიძა ეხლა პლუს ამას თუ დაემატება საუნივერსიტეტო გუნდები, ანუ უნივერსიტეტების ბაზაზე შექმნილი. თუმცაც აი 7 კაცით დაიწყონ ადვილია რა, ცოტა ადამიანი უნდა, ადვილი სათამაშოა. ეს ეხლა ხო ხტები იმასაც რა ქვია, მაყურებელს გაგიზდეს, იმიტომ რომ ის უნივერსიტეტი ასე თუ ისე გულშემატკივარი გახდება თავისი გუნდის, ნუ რაგბი მოეწონება, მე შეიძლება კი არა იმ თამაშზეც მოვა, ყველა თუ არა ნახევა. აი რაღაცა ამისკენ შეიძლება წავიდეს ადამიანი, იმიტომ რომ ეხლა რაც ხდება, ეს ფაქტია. აი სხვათა შორის ტყილად არის რა. ეხლა უკვე გამოვიდა რაღაც ინფო, რომ ამ რეფორმასთან დაკავშირებით რომელიც კეთდება, მოიხსენებათ კეთდება ეს საერთო ფონდი. და ნუ უკვე დაიდო რაღაც მილიონი იქნება რაღაც მილიონ ნახევარი მილიონ 100 ხო მილიონ 100,000 პლუს ბონუსები იქ რაღაც მოგებაზე თუ თქვა 200,000 ფარგლებში სპონსორი იყო კიდე 200,000 დაგიმატებ ნუ მოკეთ და პირველ ლიგაში 500,000 რეგიონულ ლიგაზე არაფერი არ ეწერა და აქ არის ისა აღსანიშნავი ის არის რომ ანუ ამაში წინა ესე იგი მოკეთ რაც მე ველაპარაკე ვიცი ხათ რაკში არის და მოკეთ ფული მოაგდებათ აი განსაკუთრებით აი რეგიონის გუნდს აი ბათუმს განსაკუთრებით ესე იგი ვისაც დიდი ბიუჯეტი ქონდა ბევრად სხვებთან შედარებით კი რეგიონი და ესე იგი და გადანაწილდება ეს თანხები და რეგიონის გუნდს მოაგდებათ და როგორც მე მითხრეს განსაკუთრებით თუ თბილისის გუნდი ხარ და ბაზა შენი ბაზა გაქვსო აი შემთხვევაში ამათვის კარგია. მოგეთ ბევრი ვისა აქვს რო თავისი ბაზა? ლელოს აქვს, ხვამს აქვს. რა საიდან აქვს? ლელოსია ეს? ვარკეთილს ამბობ? ხო, ანუ ლელოსი არა იმაში რა. ის რაგბის კავშირის არის, მე როგორც ვიცი. ხო, არ ვიცი როგორ. ეს მოედნები რო არის აშენებული, არც ერთი საკუთრად მე ვიცი რომ არც ერთი ხოს არ აქვს. ეგ არის რაგბის კავშირი. არ ვიცი, ეგ სანახავია. არ ვიცი, მეც ახლა არ ვიცი. ნუ ესე იყო ახლა თუ გადაიფორმეს ახლა არა აი რას მოვაყოლე ეს ამბავი? ანუ აქ თქვენ სამოყოლებას და აი ესო დაიდო ეს ინფორმაცია ხა ფრი რაგბიზე დატომ იქ წამოვიდა ნუ ბევრი მოაუფილო კომენტარები და ბაჩო ეს ახლა ვიცანი ბევრი მორაგბე დიდაჩო თამაშობ დიდაჩი ნათ პირველ ლიგზე ხა დიდაჩი რო უთამაშია და აი იქ ესეთ კომენტარს გადავაწყდი ხა რომ ნუ ბევრი აღშფოთებული განსაკუთრებით ეს რეგიონი როგორც აღნიშნე იმიტომ რეგიონის გუნდებს ზოგს ყველას არა უმცირდება დაფინანსება ნუ ესე იგი ისედაცო ხა ბიჭებიო რა ვიცი პირველ ლიგაში მეშიო ვიღაცები ტაქსეზიანო გლოუზიანო და მე აი მაგაში თან ესე იგი პარალელურად მუშაობენ ხო? ვერანაირი პრობლემა არ ვიცი ლეოსიო თუ მუშაობდა, არ ვიცი გიალაბაძე თუ მუშაობდა რაღაც სუპერმარკეტის დაწვაში, ტურნირში როცა პროდეოში იყო პარალელურად. ესე დაიწყეს ამ ბიჭებმა და ნენელა ანუ ტრაგედია არ არის ხალხო ანუ ეს სამოყოლო შევა იყო ნახევრად პროფესიონალი. ხო და პროფესიონალიზმი ჩვენთან ხო გახდა რომ ხელფასი უნდა ქონდეს. ხო და ესაც სულ პროფესიონალიზმია რა თქმა უნდა ხა 27 წლის კაცი რომელიც 28 წლის კაცი რომელიც კარიერაში წინ ვერ მიდიხარ და რა ვიცი 2500 ლარი გავს ხელფასი ამ ცხოვრებას ხა ამაზე თუ აწყობ რა ვიცი მაგაზე ნალაპარაკები გვაქვს ჩვენ და რა თქმა უნდა სწორად ხო ამ პროგრამასაც შეეხება არ ვიცი ახლა მე სიმართლე გითხრათ აი მოიყვანე მაგალითი ფეხბურთის რო ამ ფონდის გაკეთების მერე 34-დან 51-ზე გადავარდით რა თქმა უნდა ხეთ არ ნიშნავს პირდაპირ რომ გინდა თუ არა ფონდის კავშირშია მაგრამ მე რას ვამბობ ვიცი ანუ საქართველოში ანუ რაგბის კლუბებში უკეთესი მენეჯერები ყავს ვიდრე ფეხბურთში არ ეჭვმეპარება ხო არ ვიცი საიდან ხო და ანუ რის ხარჯზე კეთა თავარი არის თქვენ როგორც თქვენ ამბობთ აი ამაში დაგეთახებით 100% ვინ ხო აი აქ ახლა დათუნა ყუტუშაური ჩვენი მეგობარი კარგი მორაგბე იყო თავის დროზე გრენ მეგობარის რაღაც თავის იმას ავლეს რა და ამბობს რომ თქვათ რომ აი ეს სისტემაურ რას მე ვერ გეტყვით რაღაცა ვერ ვეტყვი რას მოგცემს რას მოგვიტანს მაგრამ ერთი რამე ვიცი რა როგორ იდეალური სისტემაც არ უნდა მოიფიქრო თავარი არის ვინ აკეთებს საქმეს ვინ არიან ის ადამიანები და როგორი აზრები მოძდით თავში. აი ეგ არის თავარი. ხო, კაი, მოდი, ამით დავამთავროთ ახლა დღევანდელი ჩვენი გასაუბრება, ესე ვთქვათ. მადლობა ყურადღებისთვის. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ თქვენი კომენტარები გამოგვიგზავნოთ, მოგწეროთ, დაგვილაიქოთ, გამოყვევით და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ არქივისთვის თუ ვინმეს შესაძლებლობა აქვს, რომ აი ეს VHS-ის კასეტების გაციფრულებაში დაგვეხმაროს, შეგვეხმიანოს და
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, შეგიძლიათ გაგვიკეთოთ დონაცია აი ამ ნაჩვენებ ანგარიშზე ჩვენი არხის კარგი განვითარებისთვის.